თუმში არსებული ბაღები მოინახულა აღმოჩნდა რომ რეგიონში ამ მხრივ საერთო პრობლემებია კერძოდ წყალგაყვანილობა, კანალიზაცია, უსაფრთხოება და სანიტარული ნორმები პარალელურად კი ქვეყნის მასშტაბით ყველა ბაგაბაღი სასწავლო პროცესში ჩასართავად ემზადება. სწავლა ორშაბათს იწყება. ნიჟარა ონკანის ელექტროსადენები კი ნათურის გარეშე. ასე დახვდება თელავის ნომერ მეორე ბაგაბაღი აღსაზრდელებს. გამოცდილებიდან გამომდინარე პედაგოგებს პრობლემებთან გამკლავების კარგად ნაცადი ხერხები აქვთ. უშუქობას აქ დღის სინათლით. კანალიზაციის არარსებობას ღამის ქოთნებით, უწყლობას კი დიდი სათლით ებრძვიან. ამ კორპუსში არ შემოდის წყალი. ანუ ესენი მომლელებს უხდებათ ვედროებით მოტანა და ჩვენ შესაბამისად ასე ვაბანინებთ ხელებს და სისუფთავეს იგენურ ჩვევებს ასე ვაჩვენებთ ბავშვებს. პრობლემებთან გამკლავება გართულდება ზამთარში. სიცივეს ბაღში წებოვანი ლენტები აკავებს. ბაღის გარეთ კი საშიშროებას ღია ჭაქმნის. ეს კი უკვე ჩხოროწყუში, ლესიჭინეს ნომერ პირველი ბაგაბაღია. ფანჯარა სიცივეს ვერც აქ აკავებს. მოშლილია კომუნიკაცია და სველი წერტილები. სარემონტო სამუშაოები არის ჩასატარებელი და კარგი იქნება თუ ცენტრალიზებული წესით სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოხდება დაფინანსება და ასეთი პრობლემური საბავშვო ბაღების სარემონტო სამუშაოები უფრო მასშტაბური სარემონტო სამუშაოები თუ შესრულდება. ასე გამოიყურება ჭიათურის ბაგაბაღი გარედან. გაცილებით მეტი პრობლემაა ოთახებში, ანტისანიტარია, კომუნიკაციის და ინვენტარის არარსებობა. 6 ჯგუფია. და მაგიდები ჩხუბი გვაქვს ახლაც 2 მაგიდა მოვიდა არა გვაქვს ინვენტარი. რეგიონის ბაღებში არსებულ პრობლემებთან გამკლავებას პედაგოგები ცდილობენ. დედაქალაქში კი მერი დაწესებულებებს დემონსტრაციულად ამოწმებს. რეალურად კი თბილისში შესამოწმებელი არაფერია. ნარმანიამაც კარგად იცის რომ დედაქალაქში ყველა ბაღი წესრიგშია. 8 სექტემბრისათვის აბსოლუტურად ყველა ბაღი 159-ვე ბაღი მზად არის აღსაზრდელების მისაღებად. დედაქალაქის მსგავსად ბაღები მოწესრიგებულია აჭარაში. წესრიგისა თუ უწესრიგობის მიუხედავად სასწავლო პროცესი ყველა რეგიონში დათქმულ დროს ზუსტად 3 დღეში დაიწყება. პირდაპირ ეთერში რამდენიმე წუთში რეკლამის შემდეგ დაბრუნდებით დაგვრჩებით. ქართული მუსიკალური ჯგუფის წარმატება მსოფლიო ბაზარზე. ფეშენ შოუებს აფორმებენ ჩვენი მუსიკით პარიზში. სვანსიხი ლაივ კონცერტისთვის ემზადება კულტურა ქრონიკაში. შემოდგომის ეთერს წარმოგიდგენთ ჯეოსების როუმინგი. იმოგზაურეთ საზღვარგარეთ ნომრის შეუცვლელად ყველაზე იაფად მხოლოდ 25 თეტრად. შეიძინე კონდიციონერი ყველაზე დაბალ ფასად 499 ლარად მხოლოდ ტექნობუმში და გახდი გრანდიოზული გათამაშების გამარჯვებული. ეს სისუფთავის საკითხია, მე ნატალია მალცევა ვარ. ყველა დეტალი სრულყოფილია, მაგრამ უფრო რთულია მიაღწია სრულყოფილებას გაწმენდისას. მაგრამ მე ვუკეთებ დეზინფექციას. დეზინფექცია ჯერ კიდევ არ არის ყველაფერი. მოდი ჩავატაროთ ტესტი ჭუჭყის ინდიკატორით, ხედავ? შენ მართალი იყავი. აი რატომ უნდა გამოიყენოთ კომედი? კომედი არა მხოლოდ კლავს მიკრობებს, არამედ აშორებს ღრმა და რთულ ლაქებსაც. ახლა სისუფთავი. კომედი ღრმა წმენდის ძალაუფლებამ. მოიგე ჯეკპოტი 300,000 ლარზე მეტი და აიხდინე ყველა ოცნება. ბრძნობების ვნებიანი ცეკვა. ახალი საპნები თეოტროპიკი. ეგზოტიკური. მომნუსხველი სურნელით. ასევე სცადეთ თეოს თხევადი საპონი. ხელების სათუთი მოვლა გლიცერინით და მაცოცხლებელი არომატები. შხაპის ახალი გელი ფა ენერგია და ვიტამინები. ფას ახალი ხაზი გამდიდრებული ვიტამინების კომპლექსით, რომელიც მოგანიჭებთ მაცოცხლებელ ძალას მთელი დღის განმავლობაში. ახალი ფა ენერგია და ვიტამინები. შეიგრძენით ფანტასტიკური სიამოვნება. შეშლილი ციცაგაფელური მდოგვი ორა მაგარია ორა კარგია პატირდა ყველა როგორიც ხარეა ციცაგამ დოგვი ეს
Velux Extreme. ცრემლებამდე გემრიელი. ისარგებლე ულიმიტო სასაუბრო დროით ნებისმიერ ქსელზე. გააგზავნე ულიმიტო SMS-ები და გამოიყენე ინტერნეტი ულიმიტოდ. აკრიფეთ ფიფკი 110 ფიფკი 250 დიეზი. გაიაქტიურე ულიმიტო Beeline Mix-ი და მიიღე შეუზღუდავი კომუნიკაცია ყველაზე იაფად. მხოლოდ 25 ლარად. Beeline, ყველაზე დაბალი ფასი. ჩემს ცხოვრებაში არასოდეს დავჯერებულ ვარ მეორე ადგილს. ჩემთვის თითქმის გამარჯვება დამარცხებაა. და როცა ეს ეხება ჩემს თმას, თითქმის სუფთან ნიშნავს, რომ ისევ არის კერტლი. აი რატომ ვიყენებ მხოლოდ Head and Shoulders. ყველაფერი საუკეთესო ზონებლები მიუღებელია. Head and Shoulders-ი მსოფლიოს ნომერ პირველი. Vivus-G-s მომხმარებლებმა იციან, რომ Vivus-ის განმეორებითი სესხი ყველაზე იაფი და ხელმისაწვდომია. 100 ლარის ერთი კვირით სესხების შემთხვევაში საკომისიო მხოლოდ 7 ლარია. Vivus-G, ფული თანამედროვე ხალხისთვის. საღამოს ეთერს წარმოგიდგენთ ლუდი ჰერენჰოიზერი. ჰოიზერი, გერმანული ცხოვრების გემო. საღამოს ეთერის სპონსორია ულიმიტო Beeline Mix-ი. Beeline, ყველაზე დაბალი ფასი. საღამოს ეთერის სპონსორია 10 ექსპრეს ქულა. გადაიხადეთ სავაჭრო ობიექტებში ექსპრეს კარტით და ყოველი გადახდისას დააგროვეთ 10 ექსპრეს ქულა. ქონგაკლა პირდაპირ ეთერშია. ქართველი დიპლომატი რუსული გვარით და ტერორისტული დაჯგუფების წევრი. ეს ამერიკული სერიალის სცენარია. აუდიტორია მაღალ რეიტინგიანი სერიალის ახალ სენსორს რამდენიმე დღეში ნახავს. ამერიკელი რეჟისორი არც ქართული სიმბოლიკის გამოყენებას მოერიდა. საქართველოში კი ქვეყნის იმიჯის შელახვაზე და საერთაშორისო პიარის გაფართოებაზე ალაპარაკდნენ. სერიალის სიუჟეტს ნანუკა ქაჯაია გაეცნო. საქართველოს ელჩი რუსული გვარით. ალექსანდრე ბელენკო ამერიკული სერიალის ერთ-ერთი მთავარი გმირია. სცენარის მიხედვით ქართველი დიპლომატი ტერორისტული დაჯგუფების წევრია და თანამზრახველებთან ერთად ამერიკელი პოლიტიკოსების მკვლელობას გეგმავს. სერიალის ოფიციალურ ტრეილერში რამდენჯერმე ჩანს ქართული სიმბოლიკაც. ამერიკაში ცნობილი სერიალის ახალი სეზონი ეკრანებზე უახლოეს დღეებში გამოვა. უკვე ცნობილია, რომ ალექსანდრე ბელენკოს ისტორია მომდევნო სეზონშიც გაგრძელდება. სანამ ამერიკელი სცენარისტი გმირის ბეჭდ გადაწყვეტს, სერიალს გამოხმაურება საქართველოში მოყვა. როგორც ჩანს, საქართველოს ჯერ ისევ რუსეთის გუბერნიად ასოცირდება და რუსეთის პროვინციად. ალბათ ჩვენც ამას ხელს ვუწყობთ. ალბათ ასოციაციურად იმ ადამიანს, ვინც იმ მომენტში სცენარს წერდა, ადგა და გამოიყენა ეს რომ ჩვენ ვართ რაღაცა ამ დიდი ბნელი იმპერიის პროვინცია. სერიალის სცენარს არადიპლომატიურს უწოდებს საქართველოს ყოფილი ელჩი საფრანგეთში. მამუკა კუდაბა ამბობს, რომ ეს ქვეყნის საგარეო იმიჯისთვის საზიანოა. ჩვენ როგორც ISAF-ის ავღანეთში ერთ-ერთი ყველაზე კარგად წარმოდგენილი მოკავშირე პარტნიორი ამერიკისა ვებრძვით საერთაშორისო ტერორიზმს, ამგვარი კადრები და ფილმები, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად მიუღებელია. რატომ გამოიყენეს რუსული გვარით ქართველი დიპლომატი ამერიკულ სერიალში ტერორისტად, ამ კითხვაზე ქართული მხარე სავარაუდოდ პასუხს ვერ მიიღებს. მაგრამ თბილისში თანხმდებიან, რომ ქვეყნის ცნობადობა საერთაშორისო ასპარეზზე უნდა გაიზარდოს. ქვეყნის პრომოციაზე მუშაობთ, ასევე საინვესტიციო სააგენტო, რომელიც პრემიერის დაქვემდებარებაში გადადის, მომავალ წელს ექნება მას სპეციალური ბიუჯეტი იმისთვის, რომ საერთაშორისო მედიაში ქვეყნის სათანადო, ესე ვთქვათ, კამპანია გატარდეს. ასე წარადგენდა საქართველოს წლების განმავლობაში საერთაშორისო ბაზარზე ძველი ხელისუფლება. საიმიჯო კამპანიაში წელიწადში 20 მილიონამდე დოლარი იხარჯებოდა. ამჟამად ქვეყნის აქტიური რეკლამა შეჩერებულია. გარდა იმისა, რომ ინფორმაციისთვის და ასე ვთქვათ, პიარისთვის არის მნიშვნელოვანი, რეალური დაინტერესება წამოვიდა იმ პერიოდში, როგორც კი ეს კლიპები გავიდა.
შავპიარ საქართველოს დიპლომატიურ ძალისხმევას დაუპირისპირებს. მაია ფანჯიკიძემ ამერიკაში საქართველოს ელჩს დავალება უკვე მისცა. არჩილ გეგეშიძე ამერიკული სერიალის სცენარისტს წერილობით რამდენიმე დღეში მიმართავს. პარასპორტსმენი ბესიკ ლეკიშვილი დაფინანსების მიღება სამ დრომდე უშედეგოდ ელოდება. სპორტსმენის შესახებ სიუჟეტი ქრონიკამ 2 დღის წინ მოამზადა, თუმცა ამ ხნის განმავლობაში მისი დახმარების სურვილი არავის გამოუთქვამს. სამაგეროდ დავისაგანი გახდა ეპითეტები, რითაც კლავჭიდის ფედერაციის მწვრთნელმა პარასპორტსმენი მოიხსენია. ეთერ მამნიაშვილი დეტალებით. დაფინანსების გარეშე დარჩენილ პარასპორტსმენს სახელმწიფო უწყებებიდან ამ დრომდე არავინ გამოხმაურებია. ვინ უნდა დააფინანსოს პარასპორტსმენები ამ კითხვაზე სპორტის სამინისტრო, ფედერაციები და პარაოლიმპიური კომიტეტი თითს ერთმანეთისკენ იშვერენ. პარალიმპიური ფედერაცია ჩამოყალიბებულია, იგი არსებობს საქართველოში, იგი მასში არიან გაერთიანებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, პრეზიდენტი გახლავთ ლელა აფციაური, შეგიძლიათ მიმართოთ ქალბატონს და ყველა იმ პრობლემებს, რომელსაც აღელვებს საზოგადოებას, გასცენ პასუხი. პარაოლიმპიური სპორტის სახეობებს ვაფინანსებთ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენ. ისიც იმ მცირ ბიუჯეტში, რაც გვაქვს სამინისტრო გვიყობს, შესაბამისად სტიპენდიებიც მხოლოდ და მხოლოდ იმ სპორტსმენებს და იმ მწვრთნელებს ენიშნებათ, რომელიც პარაოლიმპიურ სახეობებს წარმოადგენენ. არც 2014 წლით, არც 2013 წლით კლავჭიდი არ არის პარაოლიმპიური სპორტის სახეობა. სპორტსმენს ვერ ეხმარებიან, თუმცა მისი მისამართი დისკრიმინაციული განცხადებების გაკეთებას არ ერიდებიან. 2 დღის წინ ქრონიკის მიერ მომზადებულ სიუჟეტში მკლავჭიდის ფედერაციის ხელმძღვანელის მიერ გაკეთებულმა კომენტარმა უფლებადამცველთა გაღიზიანება გამოიწვია. ვახტანგ მუსელიანმა პარასპორტსმენი არაეთიკურად მოიხსენია. ჩვენ არავითარი შეხება არ გვაქვს ინვალიდ უნარშეზღუდულ სპორტსმენებთან. თუ რომელიმე მწვრთნელი ან სხვა უფლებამოსილი პირი უბრალოდ ამბობს უარს და ზუსტად იმიტომ რომ ის ფლობს შეზღუდულ შესაძლებლობას, ეს არის პირდაპირ დისკრიმინაცია და ისჯება კანონით. და არც ესეთი ფაქტი გამოუხმაურებელი არ უნდა დარჩეს. ურთიერთბრალდებებისა და ერთმანეთთან გადამისამართების ფონზე ბესიკ ლეკიაშვილი პოლონეთში გამგზავრების იმედს მაინც არ კარგავს, თუმცა მისი დახმარების სურვილი ამ დრომდე არავის გარჩენია. მას არ უნდა ვალაგებდე ჩემი სტიპენდიისა თუ გაშვების ამას იმიტომ არსებობს სამინისტრო და იმიტომ არსებობს ფედერაცია რომ ეს საქმეები დამილაგონ. ორშაბათს მე ვიწყებ შემშილობას კანცელარიასთან რომ თხოვნით მივმართო ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს. ის მინისტრი რომელიც ვერ აგვარებს თუნდაც ერთი სპორტსმენის ბედს ძალიან თხოვ იქნება მოაცილონ საქმეს. ვარშავაში კლავჭიდის საერთაშორისო ჩემპიონატზე გასამგზავრებლად სპორტსმენი კვლავ აქტიურად ემზადება, თუმცა ამისთვის მხოლოდ ვარჯიში საკმარისი არ არის. და ბოლოს კულტურა ჯგუფი სვანსი ხილავი კონცერტისთვის ემზადება ბაჩო სვანიძისა და ანონ სიხარულიძის